ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და არადამიანური თავდასხმა რუსების მხრიდან უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე. ამჯერად სამხედრო ობიექტებზე დამიზნების მოჩვენებაც კი არ ყოფილა. რუსები უკვე ღიად ესხმოდნენ საცხოვრებელ სახლებს. 30 ივლისის ღამეს რუსეთმა ბოლო კვირების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში განახორციელა. 70 რაკეტა და 280-ზე მეტი დრონი ერთდროულად 10 უკრაინის ოლქზე. დანგრეულ სახლების ნანგრევებში, მაგალითად ლვოვში, მაშველები ცოცხალ ადამიანებს ეძებდნენ. კრივოი როგთან ბალისტიკური რაკეტა ისკანდერ M, რომელიც რუსული ვორონეჟიდან იყო გაშობული, მოხვდა პირდაპირ კერძო სახლში, სადაც მრავალშვილიანი ოჯახი იძინებდა. და სამწუხაროდ, ამ რაკეტამ 6 ადამიანის, მათ შორის პატარა ბავშვების, სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ გამოშვებაში ფაქტობრივად განვიხილავთ რა ხდებოდა ამ ღამით ქალაქიდან ქალაქამდე და რა მოხდა და ამ საშინელი ციფრების მიღმა. რადგან ამაღამ რუსები უკვე მხოლოდ თავიანთი რაკეტებით კი არა, არამედ ჩრდილოეთ კორეული რაკეტებითაც უტყამდნენ. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა, მაგრამ სანამ დავითვლებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გამომწერისკენ. ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. გაგრძელება იქნება. შექმნა დიმატორზოგმა. მოდი დავიწყოთ რუსეთის თავდასხმის საერთო მასშტაბით. 30 ივლისის ღამეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ ღამეს ქვეყნისკენ 70 რაკეტა და დაახლოებით 280 უპილოტო საფრენი აპარატი მიფრინავდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ერთდროულად რამდენიმე ტალღა ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტას აფიქსირებდნენ. მათ შორის იყო ჰიპერბგერითი რაკეტების ცირკონი. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა კიევი და კიევის ოლქი დნეპროპეტროვსკის, პოლტავის, ლვოვის, ხარკოვის, ვინიცის, როვენისის და როვენო-ფრანკოვსკის ოლქები. 10 რეგიონი ერთ ღამეში. ქვეყნის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე და სულ რამდენიმე ათეული კილომეტრით პოლონეთის საზღვართან. თანაც გამოიყენეს ბალისტიკური რაკეტები. მაგალითად, ვინიცაში საჰაერო განგაშის სიგნალი დარტყმის შემდეგ გაისმა. ამ ღამის ყველაზე დიდი ტრაგედია კრივოი როგში მოხდა. ეს არის ამ ღამის ყველაზე მძიმე ტრაგედია. და ამის შესახებ პირდაპირ უნდა ითქვას, რომ მაყურებლებმა, რომლებიც ჩემს გამოშვებებს სხვაენებზე უყურებენ, ზუსტად იცოდნენ, რომ რუსები მიზანმიმართულად ესვრიან რაკეტებს საცხოვრებელ სახლებში და ეს შემთხვევითობა არ არის. რადუშნაიას დასახლებაში ისკანდერ M-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, რომელიც რუსეთის ვორონეჟიდან იქნა გაშობული, პირდაპირ მოხვდა კერძო საცხოვრებელ სახლში. არა სამხედრო ობიექტში, არა მის გვერდით. არა ინფრასტრუქტურულ პროექტში და არც დიდ მრავალბინიან სახლში. არა. ბალისტიკურმა პირდაპირ დამიზნებით დაარტყა პატარა კერძო სახლს, სადაც ამ დროს მრავალშვილიანი ოჯახი იძინებდა. დაზუსტებული მონაცემებით 6 ადამიანი დაიღუპა. ეს არის 3 ზრდასრული და 3 ბავშვი. შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან ვიგოვსკიმ დაასახელა დაღუპული ბავშვების ასაკი. ეს არის 1 წლიანი გოგონა და ბიჭები 11 და 17 წლის სახლში ცხოვრობდნენ. 47 წლის არტიომი და 51 წლის ელენა. მათი შვილები და წელიწადნახევრის შვილიშვილი. და უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაღუპული 6 ადამიანის გარდა კიდევ 2 ბავშვი საბედნიეროდ ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს, თუმცა მძიმე დაზიანებებით. საძიებო სამაშველო ოპერაცია მთელი დილა გრძელდებოდა. ნანგრევებში შესაძლოა კიდევ 4 ბავშვი დარჩენილიყო.
8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის მეზობელი ოჯახი, ქალი და 2 ბავშვი, რომლებიც ნანგრევებიდან გადაარჩინეს. კიდევ ერთხელ ბალისტიკური რაკეტა პირდაპირ მოხვდა კერძო საცხოვრებელ სახლს. ეს პატარა წერტილია რუკაზე. და როცა უკურად დაღუპულთა სიას ფიზიკურად გიჭირს. ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი არ არის. ეს სამხედრო მიზანი არ არის. როგორც ამას ცლებია ცდილობს რუსული პროპაგანდა წარმოაჩინოს. ეს ბავშვებია, რომლებიც საკუთარ საწოლებში ეძინათ, როცა მათ სახლს მილიონობით დოლარის ღირებულების ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. ეხლა ლვივი, ქალაქი, რომელიც ყოველთვის შედარებით უსაფრთხო ზურგად მიიჩნეოდა. 30 ივლისის ღამეს იქ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ დაწერა: ნანგრევების ქვეშ არიან ადამიანები. მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლონ ისინი. პატონის ქუჩაზე დაზიანებული 5-სართულიანი სახლიდან ადამიანების ევაკუაცია ამცით განხორციელდა, რადგან კიბის უჯრედი დაბლოკილი იყო. ასეთ სერიოზული იყო ამ სახლის დაზიანება. ლოვის მერის ანდრეი სადოვის ინფორმაციით, დილისთვის ცნობილია მინიმუმ 6 დაშავებული შესახებ, 5 კი ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. მოგვიანებით 5-სართულიანი სახლის ნანგრევების გაწმენდისას მაშველებმა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. აფეთქებების ხმა ისმოდა ასევე ვინიცის, რივნისა და ივანო-ფრანკივსკის ოლქებში, ანუ ქვეყნის ყველაზე დასავლეთ ნაწილში. იქ, სადაც პოლონეთამდე ფაქტობრივად ერთი ნაბიჯია და ერთ-ერთი რაკეტა მართლაც მოხვდა პოლონეთში. თანაც პოლონეთის სიღრმეში 70 კილომეტრზე შევიდა. ამ თემაზე მე ცალკე გამოშვება მაქვს, ასე რომ გადადით არხზე. გამოიწერეთ და აუცილებლად ნახეთ ის. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pichi News, ბუმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. იქ ვაქვეყნებთ აბსოლუტურად ყველა ანონსს ამ YouTube არხის გამოშვებებზე და იქვე ახალი ამბები უფრო ოპერატიულად ჩნდება, როგორც კი ისინი შემოდის. კიევი, უკრაინის დედაქალაქიც ამ ღამით ბალისტიკური იარაღით დაიბომბა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა დედაქალაქზე ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შესახებ. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, 1 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 2 დაშავდა. დარტყმის შემდეგ 2 რაიონში ხანძარი გაჩნდა. ობოლონის რაიონში ბაზრის ტერიტორიაზე სავაჭრო პავილიონები დაიწყო. სვიატოშინის რაიონში კი ავტოფარეხების კოოპერატივის ტერიტორიაზე. ნიშნულოვანია, რომ ოფიციალური მონაცემებით ამ ღამით თითქმის 60,000-მა კიეველმა ღამე მეტროში გაატარა, მიწის ქვეშა სადგურებზე. მივიდა იქამდე, რომ მეტრომაც კი შეწყვიტა ადამიანების დაშვება სადგურებზე, რადგან ისინი უკვე გადავსებული იყო. გარდა ამისა, საღამოს დიდი რიგები იყო მიწისქვეშა სადგომებზე. კიეველები ცდილობენ თავიანთი მანქანების დამალვას, ამიტომ კიევში სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია. კიევის ოლქიც თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. სოფელ სკიბინში, ბროვარის რაიონში დაინგრა 2-სართულიანი კერძო საცხოვრებელი სახლი. დაზიანდა 2 მეზობელი სახლი. ასევე დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი. პოლტავის ოლქი. იქ დრონი მოხვდა კერძო სათარმოს საწყობის შენობებში. 1 ადამიანი დაეუფლა. ასევე თავდასხმის სამიზნე გახდა ნოვაპოსტას ტერმინალი. უცხოელი მაყურებლებისთვის აღნიშნავ, რომ ეს კომპანია, რომელიც დაკავებულია ამანათების მიწოდებით, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. გაჩენილი ხანძარი ოპერატიულად ჩააქრეს და აი თუ ყველაფერს ერთად შეკრებთ, მიიღებთ ერთი ღამის საშინელ სურათს. 10 რეგიონი, 70 რაკეტა, თითქმის 300 დრონი, დაუპულები კრივოი როგში, დაუპულები კიევში, პოლტავაში, ლვოვში, დაშავებულთა ათეულები, მათ შორის ბავშვები, დანგრეული სახლები, ქვეყნის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე. და ეს იმათაც კი არის თulis, ვისაც მაშველები ნანგრევებში ეძებდნენ, მას შემდეგაც კი რაც პირველი ოფიციალური ცნობები გამოქვეყნდა. ამ ღამის კიდევ ერთი განსაკუთრებული ნიშანი ის იყო, რომ რუსეთის რაკეტების ნაწილი ნატოს საზღვართან ძალიან ახლოს გაფრინდა და ერთ-ერთი მათგანი ფრთოსანი რაკეტა X-101. პოლონეთის სააერო სივრცე გადაკვეთა და მის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ეს ცალკე დიდი თემაა, მაგრამ მთავარი აქცენტი სწორედ ამას უსვამს ხაზს. რუსეთი უკრაინის ქალაქებს იმდენად მასიურად და უკონტროლოდ ესვრის, რომ მისი რაკეტები უკვე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებამდე აღწევს. ეხლა მოკლედ იმაზე, რაც ამ ღამის უკან დგას და რატომ მოხდა ყველაფერი ასე. ვლადიმირ ზელენსკი შეგახსენებთ, წინასწარ აფრთხილებდა მასირებული დარტყმის მაღალი ალბათობის შესის შესახებ. უკრაინის დაზვერვა აფიქსირებდა რუსების მზადებას. თანც ისინი ამ თავდასხმას რამდენიმე დღის განმავლობაში ამზადებდნენ.
ფორმალურად ოფიციალური რუსული მხარე ასეთ დარტყმებს პასუხად მიიჩნევს უკრაინულ თავდასხმებზე რუსეთის ტერიტორიაზე და შორ მანძილზე განხორციელებულ ოპერაციებზე მისი ნატო გადამამუშავებელი და ლოგისტიკური ობიექტების წინააღმდეგ. თუმცა ხაზგასმით ვამბობ, მიზეზ შედეგობრივი კავშირის ფაქტები პირდაპირ მიგონიშნებს, რომ რუსეთს პასუხისგაცემა არ შეუძლია. იმიტომ რომ სწორედ რუსეთი იყო ომის ინიციატორი და აგრესორი, შესაბამისად თავდამსხმელი ვერ იქნება ის, ვინც პასუხობს. სწორედ უკრაინა პასუხობს რუსების ბარბაროსულ დარტყმებს. რუსებს, რომლებიც ჩემს გადაცემებს უყურებენ, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ. უბრალოდ დაფიქრდით, რომ თუ რუსეთი 2014 წელს უკრაინაზე არ დაესხმებოდა, თუ 2022 წელს მას არ დაეწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, არც ერთი დრონი, არც ერთი რაკეტა არ გაფრინდებოდა რუსეთის ტერიტორიაზე. არც ერთი ხანძარი ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებში და ვალდბერისის საწყობებში არ მოხდებოდა. ამიტომ გთხოვთ, თქვენ სულელურ ტვინებში ჩვეულებრივი მიზეზ შედეგობრივი კავშირები აწყოთ. მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს ნაწყენი მანიაკი ვლადიმერ პუტინი უბრალოდ ასე არ ირჩევს თარიღს და ობიექტებს დარტყმებისთვის. ეს ნაწყენი მანიაკი ამ გზით გზავნის სიგნალს. თუ დონალდ ტრამპი უკვე მეორედ ამ თვეში ხვდება ვლადიმერ ზელენსკის, ხოლო ვლადიმერ პუტინსაც კი არ ურეკავს. მაშინ პუტინი თითქოს ამბობს: მე გაჩვენებ ვისთან გაქვს საქმე. და აი დარტყმა საცხოვრებელ სახლებზე. ანუ ხუმრობის გარეშე პუტინი სისხლიანი მანიაკია. ეს გიჟი მოხუცია. რომელზეც იცით ყურადღებას აღარ აქცევენ. ის ამბობს: ასეა? მე ტერორს მოგიწყობთ. მე დავანგრევ თქვენს სახლებს. მე დავარტყამ იმ კერძო სახლს, სადაც პატარა ბავშვებთან ერთად ოჯახის ძინავს, რომ ყურადღება მომაქციოთ. ეს როგორ შეიძლება? 8 ივლისს ტრამპმა პუტინს დაპირდა, რომ დაურეკავდა, მაგრამ არ დაურეკა. აი მე შეგახსენეთ ჩემს თავს. ანუ ეს მელოტი მანიაკი პუტინი უბრალოდ ხვირის ამ დარტყმით, რომ ყველა უნდა ეშინოდეს მისი და ყველამ უნდა სცადოს მასთან მოლაპარაკება. და ყოველი ასეთი ღამე ხდება დამატებითი, კონკრეტული და შემზარავი არგუმენტი დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებში საერო თავდაცვის სისტემების მიწოდებაზე. იმ ზანთრის პაკეტში პატრიოტის ჩამჭერი რაკეტების, რომელზეც ზელენსკი რამდენიმე დღით ადრე ტრამპს ვაშინგტონში სთხოვდა, სანამ უკრაინა საკმარის დაცვას ვერ იღებს, ადამიანები იღუპებიან. სანამ შეწახდება ლიცენზიები ჩამჭერი რაკეტების წარმოებაზე, რაც ზელენსკის შეფასებითაც კი შეიძლება 1 წლიდან 5 წლამდე გაგრძელდეს, ნანგრევებში ბავშვებს ეძებენ. ეს ის კონტექსტია, რომელშიც საჭიროა შეაფასოთ IRR-ის მიწოდების ტემპების შესახებ ყოველი ახალი განცხადება. არა როგორც აბსტრაქტული დიპლომატიური თემა, არამედ როგორც კონკრეტული ოჯახების სიცოცხლის საკითხი, მაგალითად როგორც აი ვორონოვების ოჯახი რადუშნოდან, რომელიც სამწუხაროდ დღეს დაიღუპა. შედეგი: 30 ივლისის ღამეს რუსეთმა მასიური დარტყმა მიაყენა უკრაინის 10 ოლქს, 70 რაკეტა და დაახლოებით 280 დრონი. დადასტურებულია სულ მცირე 8 დაღუპული, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის 6 ადამიანი ერთი ოჯახიდან კრივოი როგთან, სადაც ისკანდერემის რაკეტამ პირდაპირ დარტყმით კერძო სახლი გაანადგურა. დაზიანებულია საცხოვრებელი მრავალსართულიანი სახლები ლვოვში, სადაც ნანგრევებში ეძებდნენ ადამიანებს და იპოვეს დაღუპული მამაკაცის ცხედარი. დაზარალდა კიევი, კიევის, პოლტავის, ვინნიცის და როვენის რეგიონები და ივანო-ფრანკოვის რეგიონი. და აი ერთ-ერთი რაკეტა პოლონეთის ტერიტორიამდე მიაღწია. და სანამ მთელი მსოფლიო განიხილავს უკრაინისთვის საერო თავდაცვის სისტემების მიწოდების ვადებს, სამწუხაროდ ესეთი ღამეების რაოდენობა კვლავ იზრდება. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწყაბუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება. ამით დასრულდა ყველაფერი. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.